YouTube-დან ვიდეოს გადმოსაწერად ხსნით შესაბამის პროგრამას, რომლის გამშვები პიქტოგრამაც მოთავსებული არის ეკრანზე. ან თუ ეს პიქტოგრამა წაგვეშალა მაშინ Start menu-დან All Programs. მოვაწყობთ შესაბამის ღილაკზე. შემდეგ ხსნით browsers. სამი სამართო ზოლში ავკრიბავთ შესაბამის მისამართს. მოვაწყობთ Enter-ზე. გამოსულ გვერდზე არის საძიებო სტრიქონი, რომელშიც უნდა ჩავწეროთ საძიებო ფრაზა. სასურველია ქართულის პედაგოგების გარდა თუ საძიებო სტრიქონში ავკრიბავთ საძიებო ფრაზის შესაბამის ინგლისურ შესაწყოს. მაგალითად, თუ გეოგრაფიის მასწავლებელს უნდა განმოწეროს ოკეანეებზე, თქვათ რაღაც ვიდეო მასალა, მან ეს უნდა გააკეთოს ინგლისურ ენოვანი შრიფტით. შემდეგ უნდა დავაწყობთ Enter-ზე. გამოვა ძიების შედეგები. ამ ძიების შედეგებიდან თქვენ ირჩევთ თქვენთვის სასურველს. მაგალითად, ეს შედეგი დავაწყობთ Z. თქვათ მოგვიწონა შესაბამისი ვიდეო მასალა. ამის შემდეგ ვაწყობთ სამი სამართო ზოლში შესაბამის მისამართზე. ეს მისამართი მარჯვენა ღილაკით კოპირებას მივცემთ. ჩავკეცავთ შესაბამის პანჯარას და დავინახავთ, რომ შესაბამისი მისამართი ჩაიწერა YouTube-ის გადმოწერის პროგრამაში. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შენახვის ადგილი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის მითითებული, რომ ეს დოკუმენტებში შეინახავს, შეგვიძლია შევცვალოთ, მისათვის დავაწყობთ შესაბამის ღილაკზე და მივუთითებთ მაგალითად desktop და OK. პირდაპირ desktop-ზე შეინახავს, ვადოთ ბრძანებას download განმოწერა. დაინახავთ, რომ გადმოწერის პროცესი დაიწყება. ამ შემთხვევაში გვიჩვენებს, რომ ეს არის 203 მეგაბაიტი და აქ პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, როდესაც შეივსება იგი 100%-მდე, ესე იგი შესაბამისი მასალა გადმოიწერა.